თითქმის 27 წელია ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ფონდის სოხუმი ფუნქციონირებს. ჩვენი სტუმრობისას ორგანიზაციის ეზოში რუსეთიდან და უკრაინიდან დევნილი ოჯახების ბავშვები იკრიბებოდნენ. დღეს აქ დევნილ ბავშვებთან ფსიქოლოგის მუშაობაა დაგეგმილი. აბა რა მიიღე წელს საჩუქრად თოვლის ბაბუასგან? წელს 2 საჩუქარი მივიღე, გლობუსი და ლეგოს მანქანა. მაგარია. შემდეგი ვანიაა. მე შემოდგომა მიყვარს, რადგან შემოდგომაზე ძალიან ლამაზი ფერებია. წელს ეს ჩვენი პირველი გაკვეთილია და მაინტერესებს რა სისურვებდით სამომავლოდ. Меня зовут Алена. მე მქვია ალონა. ვმუშაობ ფსიქოლოგად ქალთა ფონდ სოხუმში. საქართველოს ჩემთვის ახალი ქვეყანა არ არის. პირველად ჩერნობილს გამოვექეცით. მე 1986 წელს დავიბადე. ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ მე და დედა აქ 9 თვეებს ცხოვრობდით. მეორედაც საქართველოს მოსიყვარულე დედასავით შეხვდა. ამ ომის დროს მან უკვე ჩემი ოჯახი მიიღო და შეიფარა. ბავშვები პირდაპირ კავშირში არიან ჩვენთან, დედებთან. ჩვენი მდგომარეობა, განცდა, წუხილი, ეს ყველაფერი ბავშვებზე გადადის. შესაძლოა ქუთაისში ბევრი რამ არ არის, მაგრამ აქ არის ფონდი სოხუმი, რომელიც ეხმარება ქალებს, გოგოებს, ბავშვებს, ანუ ეს ქალები მართლაც დიდ საქმეს აკეთებენ. უკრაინის ომის დევნილების გარდა ქალთა ფონდი სოხუმი დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონსა და 15 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. უპირველეს ყოვლისა ეს არის ქალი და მშვიდობის მყოფელობა, ეს არის გენდერული თანასწორობა, ეს არის მუშაობა ძალადობის წინააღმდეგ, მუშაობა ახალგაზრდებთან და ასევე მუშაობა ტოლვილებთან უკრაინიდან. და ძირითადი ჩვენი ბენეფიციარები მოგეხსენებათ არიან ქალები, მათ შორის ადგილობრივი და დევნილი ქალებიც. სწორედ აფხაზეთიდან დევნილმა ქალებმა შექმნეს ქალების საჭიროებებზე მორგებული ორგანიზაცია. 4 женщины из Абхазии вынуждены перемещены. 4 მაიძულებით გადაადგილებულმა ქალმა აფხაზეთიდან, ნანული რამიშვილმა, მერი გელაშვილმა, ჟანა ჭაბუკიანმა და ალა გამახარიამ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჩვენი ორგანიზაცია და მოვიფიქრეთ მისთვის სახელი კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი. სახელწოდებაში სოხუმი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩვენი ქალაქის სახელი, როგორც სიმბოლო. ასე რომ ჩვენ მაშინ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ყველაფერი, რაც შეგვეძლო და რისი გაკეთებაც ვიცოდით. ჩვენ შეგვეძლო გაგვეხორციელებინა საგანმანათლებლო და სამშვიდობო სამუშაოები, რადგან ჩვენ ვქონდა კარგი კავშირები აფხაზეთთან. გამუდმებით ვფიქრობდით, რა მოხდებოდა შემდეგ, როგორ დაბრუნდებოდით სახლში. კითხვები მშვიდობისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით მუდამ ტრიალებდა ჩვენს თავში. მთავრობა მუდამ გვეუბნებოდა, რომ მალე დაბრუნდებოდით აფხაზეთში, ჩვენ სახლებში. შემდეგ თავად გადავწყვიტეთ გაგვერკვია, როდის დაბრუნდებოდით. და ჩვენ უფრო აქტიურად დავიწყეთ აფხაზებთან კონტაქტების აღდგენა. ასე დაიბადა ეს მიმართულება. ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტია ახალგაზრდებთან მუშაობა, რადგან ჩვენ მივხვდით, რომ ქალების გადამზადება და განათლება უფრო რთულია, ვიდრე ახალგაზრდების მომზადება. მათთვის ძალიან კარგი პროგრამები გვაქვს. ახალგაზრდები 6 მუნიციპალიტეტში არიან აქტიურად ჩართული ერთობლივ პროექტში, რომელიც ხორციელდება ქართულ-აფხაზურ და ოსურ მხარესთან ერთად. ჩართულები არიან საერთო შეხვედრების მონაწილეები ხდებიან, ასევე სისტემატურად ერთვებიან ონლაინ საერთო შეხვედრებში, სადაც ხდება გაცვლა ინფორმაციის, გამოცდილების, იმ ინიციატივების, რასაც ახორციელებენ ისინი პარალელურ რეჟიმში, თავიანთ თემებში და მუნიციპალიტეტებში. ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, ანუ ნდობის აღდგენის, ესე ვთქვათ, მიმართულებით. ხათუნა გოგუა ფონდ სოხუმის ქალთა პროგრამის კოორდინატორია. ის დასავლეთ საქართველოს 10 ქალაქში გახსნილ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებს კურირებს. ძირითადი ფუნქცია და მისია ის არის, რომ
თემებში აქტიური ქალები ყავდეს, მოხდეს მათი გაძლიერება და ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ძალადობის, ოჯახური ძალადობის პრევენცია მოხდეს და პარალელურად მოხდეს შემთხვევების იდენტიფიცირება და შემდეგ მართვა. ჩვენ გვაქვს ჩვენი სერვისები და ესეც არის ერთგვარი რესურსი. ეს არის უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაცია, იურისტის დახმარება და კონსულტაცია. გვაქვს ქალთა სარეაბილიტაციო ცენტრი ქუთაისში. ქალთა სარეაბილიტაციო ცენტრი როგორც გარეშე პირთათვის, ისე ჩვენთვისაც დახურული აღმოჩნდა. აქ შეუძლია მოხდეს ქალს, რომელსაც არ ჭირდება ვთქვათ ძალადობის ორდერი, ან რაიმე სხვა ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ის არის ნამდვილად მსხვერპლი ძალადობის, პირიქით ყველა ქალისთვის, რომელიც გრძნობს, რომ გადაიტვირთა ფსიქოლოგიურად რთულ მძიმე სიტუაციაში და ჭირდება უბრალოდ განტვირთვა იმ გარემოსგან მოწყვეტა, ასეთ ქალებს ვეხმარებით, რომ მოხვდნენ ამ სარეაბილიტაციო ცენტრში შვილებთან ერთად, ბავშვებთან ერთად 2 კვირის განმავლობაში და ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მოძლიერდნენ დადგნენ ფეხს. ფონდ სოხუმის შენობაში ქალთა დღის ცენტრი ფუნქციონირებს. აქ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და სხვა რისკ ჯგუფის ქალები ერთიანდებიან. ქალები აქ მიღებული ცოდნით პოლიმერული თიხის ფიგურებს ქმნიან. ხო, აი ხდება ჭიქებზე მიხატვა პოლიმერული თიხით და როგორც საჩუქარი, როგორც სუვენირი, აი ქართული ორნამენტებით ძალიან ხშირად, ხო? ზოგი ქალისთვის ეს კურსი წარმოადგენს, ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიურ განტვირთვას, ანუ როდესაც ქმნიან ამ ნივთებს ფაქტიურად ეს არის მათთვის რეაბილიტაცია, მაგრამ ზოგი ქალისთვის ეს ხდება შემოსავლის საკმაოდ კარგი წყარო. ანუ ჩვენი კურსის გავლის შემდეგ ქალბატონებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ სპეციალური ბიზნეს ტრენინგი, შეისწავლონ ბიზნეს გეგმების, ასე ვთქვათ, შემუშავება. შემდეგ მონაწილეობას ღებულობენ კონკურსში, მცირე გრანტების კონკურსში. და ყველაზე საუკეთესო, ესე ვთქვათ, ბიზნეს იდეების დაფინანსება ხდება ჩვენი მხრიდან და მხარდაჭერა ამ ქალების. ქალთა ბიზნეს კონკურსებიც უცხოური დონორების მხარდაჭერით ხორციელდება. ქალებმა შეძლეს თავიანთი საკუთარი თავის ეკონომიურად გაძლიერება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის ქალები, მოწყვეტი ჯგუფის ქალები, რომლებიც მოდიოდნენ თავიდანვე, ეგონათ, რომ თავიანთ პრობლემასთან იყვნენ მარტო და როდესაც ყველა ეგეთი ქალი შეიკრიბა, უკვე ამან შედეგი მისცა, რომ ბრძოლა ღირს იმისთვის, რომ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. ფონდ სოხუმის ახალგაზრდებთან მუშაობაში 2 მიმართულება იკვეთება: კონფლიქტების მართვა და ძალადობის პრევენცია. და აღნიშნულ ბლოკში შედის ისეთი თემები, რომელიც ეხება უშუალოდ ძალადობის სახეებს, ძალადობის პრევენციის გზებს, გამომწვევ მიზეზებს და ასე შემდეგ. ასევე ვსაუბრობთ ადრეულ ქორწინებაზე, ვსაუბრობთ ტოლერანტობაზე, გენდერულ თანასწორობაზე, სტერეოტიპებზე. ვსაუბრობთ მშობლებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულებაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ფაქტობრივად 21 საუკუნეში მიგრაციის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას და ბავშვებს აკლიათ მშობლებთან საუბარი, ახლო ურთიერთობები. ხშირად აღნიშნავენ ახალგაზრდები, რომ ამ ტრენინგებმა მათ მისცათ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. Очень много интересных у нас молодых специалистов. ჩვენთან ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტი გამოიზარდა. ჟურნალისტები, უფლებადამცველები დღეს წარმატებით მუშაობენ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, არამედ მთელ საქართველოში და ბევრის თბილისშია. და როცა ხვდები ახალგაზრდებს და მათგან იგებ, რომ ისინი ჩვენს ლიდერთა ახალგაზრდულ სკოლაში სწავლობდნენ, ამის მოსმენა ყოველთვის სასიამოვნოა. მაგრამ ახლა როცა გესმის, რომ თითქოს შენ უცხო ქვეყნის აგენტი ხარ და როცა შენი უფლებები და შრომა იზღუდება, ეს ძალზე საწყენია. თუმცა ვფიქრობ, დავზარალდებით არა მხოლოდ ჩვენ როგორც ორგანიზაციები, არამედ მუნიციპალიტეტებიც, რადგან დასავლეთ საქართველოში ყველაზე განვითარებული და მოწინავე ის მუნიციპალიტეტებია, სადაც ძლიერი სამოქალაქო ორგანიზაციებია. ზოგადად დასანანია, რომ ყველაფერი ასე ხდება. ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ არ ვართ აგენტები, ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვისაც პოზიტიური ცვლილებები სურს.
იმედია, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაიძლევა და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოეხსნებათ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი სიარლიყი.